სამაგიერო გადაუხადოთ თუ არაო საპირისპიროდ. სამაგიეროს გადახდა ადამიანს არ შეშვენის. ეს ჩვენს ღირსებას აკნინებს. არ შეიძლება სამაგიეროს გადახდა. ჩვენ სამაგიერო უნდა სიკეთით თუნდაც ის ცუდად მოგექცე, შენ სიკეთით უნდა გადაუხადო. არც ეგ არ უნდა უსურვოთ, რომ ღმერთი პირიქით ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ის პირიქით ღმერთმა გონება გაუნათოს, რომ კეთილი გახდეს, სიკეთე გააკეთოს. აი ჩვენ როდესაც მის მიმართ სითბოს გამოვიჩენთ, მისი გაყინული გული galღვება. ადამიანი ზოგჯერ იტყვის, როდემდე უნდა მოვექცე თბილა, დაუშვათ ერთხელ მოვექცე თბილად, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ და მაინც არ გაიგონა. მე რა უნდა ვქნათ? მე 11-ეთაც დაუშვათ, მოდი იმ ნაყინს დავუბრუნდეთ. გამოვიღეთ ის ნაყინი და ძალიან არის გაყინული. ხო და აი ხო გვიყვარს და გამოვიღეთ ის ნაყინი და ძალიან არის გაყინული და ვერ ჭამთ. დაუშვათ 1 წუთი დაველოდეთ რომ galღვეს. მაინც გავსინჯეთ ვერ ჭამთ 2 წუთი, 10 წუთი. კიდე არ galღვა. რა უყო თავიღოთ გადავაგდოთ. ცოტა კიდე ხო უნდა დაველოდოთ. სანამ არ galღვება ხო უნდა დაველოდოთ. ანუ ჩვენი თუ გვიყვარს იქამდე უნდა დაველოდოთ, სანამ მისი გაციებული გული არ galღვება. ჩვენ სიკეთე უნდა გავუკეთოთ და თან უნდა ვილოცოთ მისთვის. აი დილის ლოცვებში ალბათ მშობლებს უფრო ეცოდინებათ. სპეციალური მუხლი არის ერთი ასეთი მოძულეთა და მაჭირებელთა ჩვენთათვის. იქ ლოცულობ და თუ იმე ისეთია რომ შენ გაბრაზებს ცხოვრებას გირთულებს, იმ ლოცვის ნაწილში უნდა მათი სახელები მოიხსენო, ის ტყუილად არ არის. და ნახავ რომ შედეგს მიაღწევ. იქ წერია რომ უფალს ვთხოვთ რომ მას გონება გაუნათოს, რომ ბოროტებისაგან სიკეთისკენ მოაქციოს. შეიძლება იმაზე კარგი მეგობარი სხვა არც კი გყავდეს, თუ ეს მოხდა მართლა.